მოთხოვნა ძალიან დიდია, პირიქით გეტყვი, ხა მოთხოვნა რამდენიცაა, იმდენი ექიმი ნამდვილად არის. ანუ ჭირდება და ჭირდება და ჭირდება, იმიტომ რომ სულ მუდმივად კვირაში, კვირა არ გავა, რომ არ დამერეკოს ასნობანმა მეგობრებმა რომელიმე კლუბიდან და იცი რა, რაღაცა ბავშვთა კლუბი ჩამოვაყალიბეთ, დავიწყეთ და ვინმე ისეთი პერსონალი ხო არ აკავს. ანუ ბავშვთა კლუბებში ითხოვენ? რა თქმა უნდა, ბავშვთა კლუბებში ჭირდება, თუ ჭირდება. ეგ პრაქტიკა არ იყო ადრე ხო მაინც. არა, არ იყო და ეხლაც მინდა გითხრათ, რომ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ყველგან იყოს, მაგრამ ნუ ის რომ უკვე კლუბი ითხოვს და ჭირდება და ხვდება რომ ეს საჭიროა, ეს უკვე კარგი ტენდენცია. სხვაგვარად ანუ სხვაგვარად სწორად განვითარება ფეხბურთელის შეიძლება. წარმოუდგენელი, არ არსებობს სწორი სამედიცინო დაგეგმვის, სწორი სამედიცინო ჩეკაპის და სწორი სამედიცინო მიმართულებების დანერგვის გარეშე არც ერთ სპორტის სახეობაში არანაირი წარმატება არ იქნება არასოდეს. აი რა ასაკიდან უნდა იყოს კონტროლი? ბავშვობიდან. ჩვენთან ახლა დინამოს აკადემიაში, სადაც უამრავი ბავშვია, სკოლაშიც და აკადემიაშიც ყავს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც აი ზუსტად იმ 6 წლიდან და 7 წლიდან აკვირდებიან ამ ბავშვებს და თუ რამე არის იქ ისეთი რომ რაიმე ანჩარევა ან რჩევა ჭირდება მშობელს აუცილებლად ეუბნებიან. იმიტომ რომ ბავშვობიდანვე უნდა იყოს სწორად განვითარებული ბავშვი, მისი ძვალსახსროვანი სისტემა, მისი კუნთური სისტემა და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა.